გამარჯობა, დღის მთავარი თემითა და სტუმრებით ეთერშია დღის ქრონიკა. ზიზღის და სიძულვილის კამპანიას ქართული ოცნება საჩივრით პასუხობს და კონკრეტული ჯგუფების წინააღმდეგ დავას იწყებს. საპარლამენტო უმრავლესობას იმედი აქვს, რომ შეურაცხყოფაზე პასუხი კანონით გაცემა დაასრულებს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიმართ ორგანიზებული ტერორის კამპანიას. საჩივარი არა მხოლოდ საჯარო სივრცეს, არამედ სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფელი და სისტემური სიძულვილის წამახალისებელი კომენტარების ავტორებს შეეხება. ოცნება იმასაც ხაზს უსვამს, რომ ასეთი კამპანიები ხშირად სწორედ დონორების მიერაა დაფინანსებული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რამდენიმე თვის წინ შეტანილი ცვლილების საფუძველზე მომზადებული საჩივარი, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლების ოპონენტებმა ზეწოლის ახალი კამპანიის დასაწყისად შეაფასეს. კრიტიკას არიშურებენ ევროპული ქვეყნების საელჩოებიც, რომლებიც ბოლო დღეებია ფარას კანონის ამოქმედების გამო შეშფოთდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე წერილობით მოწოდებებს განაგრძობს და დონორებს კეთილსინდისიერების საბაზისო ტესტის ჩაბარებას ურჩევს. კერძოდ იმის გასაჯაროებას, თუ ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება ევროპული ქვეყნების საბიუჯეტო სახსრებით. კვირის მიწურულს კიდევ ერთი მთავარი თემა თვითმმართველობის არჩევნების მოახლობის პარალელურად ოპოზიციური გაუგებრობა და პენსიაზე უჩვეულო ფორმით გასული ამერიკელი დიპლომატია. დღის და კვირის სწორედ ამ მთავარ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. ჩვენი სტუმრები იქნებიან ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი და ხალხის ძალის წევრი ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი. ლევან მაჭავარიანი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, ჩვენი პირველი სტუმარია. მოგესალმებით ბატონ ლევან, მადლობა ჩართვისთვის. ქართული ოცნება, როგორც აღნიშნეს, ზიზღის და სიძულვილის კამპანიაზე სამართლებრივ დავას იწყებს და როგორც მოსალოდნელი იყო, ამას მოჰყვა შეფასებები ოპონენტების და კრიტიკოსების დადუმება დაშინების მცდელობებზე. კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, კონკრეტულად რა ფაქტები გახდა ასეთი საჩივრის საფუძველი და რა შედეგზე გაქვთ გათვლა, რაც მთავარია დაასრულებს ასეთ კამპანიებს თქვენი რეაგირება. მოგესალმებით ნათია, მადლობა მოწვევისთვის და რა თქმა უნდა მივესალმები ტელემაყურებელს. რა თქმა უნდა, ხა ჩვენი ერთ-ერთი დაპირება ჩვენი საზოგადოებისადმი არის ის, რომ აუცილებლად უნდა დასრულდეს საქართველოში ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომელმაც უკვე არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ჩვენ კანონში ცვლილება შევიტანეთ მიმდინარე წლის თებერვალში. და შესაბამისად ყველა ვალდებულია რომ კანონს ეს პატივი, ხო? მაგ არაფერი განსაკუთრებული არ არის, რა თქმა უნდა, ხა აჟიოტაჟს ოპოზიცია ატეხავდა, როგორც ყველა თემაზე ტეხავს, მაგრამ აქ უჩვეულო არაფერი არ არის, ხო? ანუ ჩვენი სურვილი რა არის და კანონი რას ითვალისწინებს, რომ რაღაცა ზღვარს მიღმა არ უნდა გადავიდეს არავინ შეურაცხყოფის დროს. კი, რა თქმა უნდა, კრიტიკა მისაღები არის, შეიძლება რაღაცა პოლიტიკურ მოსაზრებაში ვინმე არ გვეთანხმებოდეს, შეიძლება რაღაცა გადაწყვეტილებას გვიწუნებდეს და ასე შემდეგ და აბსოლუტურად ყველა თავისუფალია, რომ ამასთან დაკავშირებით თუ უნდა შეკრება გააკეთოს, მიტინგი მოიწვიოს, სოციალურ ქსელში თავისი პოზიცია დააფიქსიროს და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ეს უკვე გადავიდა ისეთ სტადიაზე, სადაც ნუ ხა მე პირდაპირ ეთერში ციტატებს ვერ გავიმეორებ, ნუ შეურაცხყოფა მხოლოდ პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე არც არის საუბარი, ამ შემთხვევაში უკვე ოჯახის წევრებს გადაწვდნენ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, კანონმა ამას უნდა უპასუხოს, ეს ჩვენი ერთის მხრივ უფლებაც არის და მეორეს მხრივ არის, რა თქმა უნდა, ვალდებულებაც. ხო, ხა პარლამენტი არ მხოლოდ კანონის შემუშავებაზე მუშაობდა მიღებაზე, რა თქმა უნდა, ეს კანონი შემდეგ უნდა აღსრულდეს კიდევაც. და ხა ამ შემთხვევაში ბატონ პირცხალიას დილას ქონდა ძალიან დეტალური ბრიფინგი ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ საჩივარი გვაქვს გამზადებული ფრაქციამ ვიმუშავებთ ამ თემასთან დაკავშირებით, რითიც მივმართავთ, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს. იქ არის თან დართული მტკიცებულებები და ფაქტები ამ ყველაფერთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე ველოდებით ადეკვატურ რეაგირებას ისევ და ისევ კანონის ფარგლებში. ბატონო, თქვენ ახსენეთ სიტყვა ზღვარი, ხო, აქ ნამდვილად მნიშვნელოვანია გამიჯნა რა ტერმინები ან რა სიტყვები შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დღეს იქნა ნახსენები სისტემურ სიძულვილად და შეურაცხყოფად და რომელი, ასე ვთქვათ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქცეულ კრიტიკად არის ეს ზღვარი ისეთი მკაფიო, რომ აი ამ ტიპის საჩივარს არ მოხვეს პოლიტიკური სპეკულაციები. ვიცით რა არის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც იქნება ნებისმიერი ორგანოს მიერ, რა თქმა უნდა, იმას მოყვება პოლიტიკური სპეკულაციები, ხო, ამას ხა ჩვენ მიჩვეულები ვართ და ჩვენი მოქალაქეებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ნამდვილად. ამას უკვე კონკრეტული უწყებები თავად გადაწყვეტენ, თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, აგინებ მის ოჯახის წევრებს,
ეძახი ისეთ შეურაცხყოფილ სიტყვებს, როგორიც არის მაგალითად მონა და ასე შემდეგ. აი კითხვის ნიშანი არავის არ უნდა უჩნდებოდეს, რომ არის თუ არა ეს ზღვარს გადასული შეურაცხყოფა, თორე როდესაც ადამიანს შენ აკრიტიკებ, გინ სოციალური ქსელით იყოს და გინ რაღაცა სხვა ტიპის სივრცეში, ხომ? და ეუბნები რომ შე რომ ეს ნაბიჯი გადადგე, მე ამას არ ვეთანხმები და რატო გადადგი, მოდი ამიხსენი, ან შეიძლება ადამიანი პოლემიკაში შემოვიდეს, უბრალოდ სადღაც შეგხვდეს მაგალითად საკვებ დაწესებულებაში, ხო? ჩვენ რა თქმა უნდა ყველასთან ღია ვარ და ნებისმიერ ადამიანს შეგვიძლია გავესაუბროთ და რა თქმა უნდა აუხსნათ ჩვენი გადაწყვეტილება იქნება თუ რაიმე ტიპის გატარებული პოლიტიკა, მაგრამ როდესაც ადამიანთა ჯგუფი ეს რადიკალები, რომლებიც დიდარ NGO-ებს წარმოადგენენ, როდესაც ისინი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს წარმოადგენენ და იქ ჩვენ ახლა პოლემიკაზე საუბარი ზედმეტია, ხო, რა ტიპის პერფორმანსებს დგამენ, რომელიც პირდაპირ დაორგანიზებული არის, უვარდებიან იქ ქალბატონი მარიამ ლაშხის შემთხვევა შემიძლია მოვიყვანო მაგალითად სულ რაღაცა ერთი კვირის წინ თუ 10 დღის წინ რომელიც იყო, სადაც იგი ორ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა, წივილ-კივილით შეუვარდნენ, იქ მონაზახილი ასე შემდეგ და ხა რატომ უნდა გაუკვირდეს შემდეგ ვინმეს რომ ეს არის კანონდარღვევა, ხო? იმიტომ რომ კონკრეტულად ამ ფაქტსაც ძალიან ბევრი გამოხმაურება და სპეკულაცია მოყვა, რომ როგორ გაბედა თურმე მარიამ ლაშხმა და უჩივლა იმ მოქალაქეს, ხო? და როდესაც ახლა ამ კადრებს შეხედავ ადამიანი, ხო, იქ არ ვიცი, არც მორალი ჩანს, არც რაღაცა ზრდილობა არ ჩანს, არანაირი ადამიანური სტანდარტები იქ არ ჩანს, პირდაპირ არის ეს ისეთი ტიპის შეურაცხყოფელი საქციელი, რომელსაც რა თქმა უნდა ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს და შესაბამისად გარჩევა ამ ყველაფრისა ძალიან მარტივი არის, თუ რა არის ზღვარი, რას ნიშნავს რომ ზღვარს არ გადაცდე და რას ნიშნავს, როდესაც არის დაგეგმილი პროვოკაცია, ორკესტრირებული შეტევა, ლანძღვაგინება უკიდურესი სიტყვებით, იქ ოჯახის წევრებზე გადასვლა და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ლოგიკის პარალელებში იქნება და ეს ხა რაღაცა ჩვენი მოგონილი ასე ვთქვა და შექმნილი რაღაცა სიახლე არ არის, ზუსტად იგივე სტანდარტებით მოქმედებენ კავშირის წამყვანი ქვეყნები. თქვენი გუნდი ხშირად მიუთითებთ ხოლმე აი ამ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს ხოლმე ექსტრემისტთან გათანაბრებული აქტივიზმის გარე მხარდაჭერაზე, განსაკუთრებით ევროპელი დონორების მხრიდან. აი შალვა პაპუაშვილი თითქმის ყოველდღე აქვეყნებს, ბოლო პერიოდია, თქო წერილებს სოციალურ ქსელში, კონკრეტული საელჩობის მისამართით და განსაკუთრებით ინტენსიური გახდა აი ეს ეპისტოლარული კომუნიკაცია, ასე თუ შეიძლება დავარქვათ, მას შემდეგ რაც საელჩები რიგრიგობით აკრიტიკებენ კონკრეტულ ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლებისას, მაგალითად ფარას მიღებას, ამოქმედებას უпростоრად ბოლო რამდენიმე დღეები, რომ ის არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიის პრინციპებს. აი, ეს კონკრეტული რეაგირება ახლა აი ამ ტიპის საჩივრით ამჟამინდელ კომუნიკაციაზე როგორ აისახება და როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ეს კომუნიკაცია კონკრეტულ დონორებსა და საელჩოებთან გაგრძელდეს? ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ნებისმიერი პლატფორმიდან მოუწოდებთ კონკრეტული ელჩები იქნებიან თუ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ახლა ყველაზე რა თქმა უნდა არ გულისხმობთ და შემდეგ ამ ყველაფერს ჩვენ ვასაჯაროებთ, როდესაც ჩვენ მათ მივმართავთ და შემდეგ ისინი ამ ყველაფერს კრიტიკას უწოდებენ. შეიძლება უწოდონ კიდევ ეს კრიტიკა, უბრალოდ ჩვენ არავის არ ვაკრიტიკებთ კონკრეტული ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე. მათგან განსხვავებით, როდესაც ჰაერზე რაღაცას საუბრობენ და თურმე ეს უნდა დაიჯეროს ჩვენმა მოსახლეობამ, სხვათა შორის აი ესეთი ტიპის ბრალდებები, რაც ისმის ჩვენი მისამართით, ესეთი ტიპის ღია ჩარევები, მათი დუმილით ამ ყველაფრის წახალისება, რასაც ეს ფსევდოლიბერალური ფაშიზმი კლასიკური გაგებით ეწოდება, ვინაიდან მათივე ფულით დაფინანსებული NGO-ები თანამშრომლები ეწევიან ძირითადად ასეთი ტიპის კამპანიებს, რითიც აღვივებენ შუღლს, თესავენ ზიზღს, აღვივებენ პოლარიზაციას ჩვენ საზოგადოებაში და ჩვენ რას ვიტყობთ ელჩებისგან, რომ მოდი მინიმუმ დაგმე, ან მოდი მოუწოდე, რომ ეს არ არის ევროპული საქციელი, როდესაც თქვენივე საელჩოების ფულით არის ეს ყველაფერი დაფინანსებული, ევროკავშირის ფულით არის ეს ყველაფერი დაფინანსებული, ფონდი ID-ის მეშვეობით არის ეს ყველაფერი დაფინანსებული და აქ არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად ყველა შემთხვევაზე დუმილი, ჩვენთვის გასაგებია რატომ არის ეს ყველაფერი ასე და ამაზე უფრო მეც კიდე გავაგებინებთ ჩვენ საზოგადოებას დროთა განმავლობაში, თუმცა უკვე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხვდება რაშიც არის საქმე და სხვა შორის ძალიან ასე ვთქვათ კარგი მაგალითი იყო ევრობარომეტრის ბოლო კვლევა, სადაც რადიკალურად 17% პუნქტით არის შემცირებული ნდობა
ევროპის ზოგადად მიმართ ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რა ძალიან ცუდია. ანუ როდესაც ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი გუნდი, ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით და როდესაც ვსაუბრობთ იმ უსამართლობაზე, რაც მოდის ევრობიუროკრატებისგან, ცალსახათობო ყოველთვის ეს არის მიზეზი, რაც აისახა. ეს არის მიზეზი, ევროპა არის სხვა. კი ბატონო, აი გეტყვით. ჩვენ ყოველთვის მიჯნავთ, რომ ევროპელი ხალხი, ევროკავშირი არის აბსოლუტურად სხვა, ხოლო ევრობიუროკრატები არის აბსოლუტურად სხვა, რომელიც მოდიან და რამდენიმე წელიწადში შეიძლება აქედან ძალიან ცოტა დარჩეს იმ ცნობილი ფიგურებიდან, ვინც დღეს ესეთ დეзинფორმაციულ კამპანიას ეწეოდა. რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი მიზეზია, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს აკვირდება, როდესაც ევრობიუროკრატები გმობენ რაღაცას და არ შეიძლება თუნდაც რაღაცა საქართველოში, რაზეც თავის ქვეყანაში ამბობენ, რომ ეს არის აუცილებელი, ხა კონკრეტულად ფარა ახსენეთ, ხო? ანუ ყველა საუბრობს იმაზე და თვითონ ევროკავშირში ხა ბოლოს ატეხილი სკანდალები რაც იყო იქ რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი რომ არის დაკარგული NGO-ებზე გაცემული ფული და ლობიზმს რომ მოხმარდა პირდაპირ ეს ანგარიშებში არის მოხვედრილი თვითონ აუდიტის სამსახურის, ხო? ისინი საუბრობენ რომ გამჭვირვალობა უნდა დავიცვათო და აგერ ჩვენ გვიწუნებენ გამჭვირვალობას და ხა ჩვენმა მოქალაქემ როგორ უნდა დაიჯეროს, მით უმეტეს ფარაზე რო აქვთ ხა ამხელა ამბავი ატეხილი რომელიც სიტყვით მძიმე წერტილით გადმოტანილი არის ამერიკული კანონი მაგ შემთხვევაში, ესე იგი ისინი ეჭქვეშ აყენებენ ამერიკაში მოქმედი კანონის დემოკრატიულობას, ესე რომ ვთქვა და ამის შესანიშნავი მაგალითი იყო გამჭვირვალობის უმარტივესი 6 გვერდიანი კანონი ჩვენ რომ მივიღეთ და იქ რა message box-ი იყო, ხო? თუ ჩვენ ამ კანონს მივიღებდით, აუგრძალავდით NGO ორგანიზაციებს, აუგრძალავდით ოპოზიციურ ტელეარხებს და როგორ შეიძლებოდა ეჭქვეშ გაგვეყენებინა დასავლეთიდან წამოსული ფული, ხო? ერთ წელზე მეტი გავიდა და საზოგადოება ატყობს, რომ არავინ არ აგვიგრძალავს, არც NGO ორგანიზაციები, არც ტელევიზიები და დასავლეთიდან წამოსულ ფულზე კონკრეტულად USAID-დან და NED-დან ჩვენ ასეთ ვსაუბრობდით, პირდაპირ დადასტურებული არის ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ არის კრიმინალური ორგანიზაციები და რევოლუციის, ასე ვთქვათ, დაგეგმვაში იღებდნენ მონაწილეობას და დაფინანსებას და შესაბამისად ჩვენ საზოგადოებას ეს რა თქმა უნდა არ ეპარება, ხა იქ რომ მილიონი საკითხი შემილია ჩამოთვალო, რადგან ჩვენ ასე ვთქვათ, გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია და ნუ ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ საზოგადოებას მოუწოდო, რომ ევრობიუროკრატები არის აბსოლუტურად ცალკე და ევროკავშირი, სადაც არის ჩვენი კურსი აღებული, არის აბსოლუტურად სხვა ბიუროკრატები. რამდენიმე წელიწადში შეიძლება საერთოდ არავინ არ ვიხილოთ იმ სცენაზე, ვინც დღეს ესე კრიტიკულად ეპყრობა და უსამართლოდ ეპყრობა ჩვენს ქვეყანას. ეხა იქ ელჩების განცხადებები, არ ვიცი, მილიონით ამაზე ცალკე ეთერი დაგჭირდება, იმდენი მაგალითი შემილია ჩამოუთვალო, სადაც პირდაპირ დეзинფორმაციას ავრცელებენ და სადაც ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ საქართველოსთან მიმართებაში, დელეგაციების გამოგზავნა საქართველოში, სადაც პირდაპირ სცენაზე ადიოდნენ, შემდეგ უკვე ევროპარლამენტარები და მაედანიზაციისკენ მოუწოდებდნენ ჩვენს მოქალაქეებს, იქ საგარეო საქმეთა მინისტრების გამოგზავნა ანტისამთავრობო მიტინგებზე და საერთოდ გაეროს წესდების დარღვევა, იქ ელჩების განცხადებები, სასამართლო პროცესებზე დადიან, რომ პირდაპირ მოსამართლეებს, ასე ვთქვათ, მოსამართლეებზე ზეწოლა მოახდინონ, იქ საფრანგეთის ელჩის გაცემული გრანტი ნაციონალურ მოძრაობაზე 1 საათით ადრე, სანამ ჩვენ მივიღებდით გრანტების შესახებ კანონს და დღემდე ახსნა განმარტება არავის არ მოუსმენი ამასთან დაკავშირებით. ასეთი უამრავი მაგალითია, რის საფუძველზე ჩვენი მოქალაქეები კარგავენ ნდობას ამ ინსტიტუტების მიმართ და ეს არის თავიდან ბოლომდე კონკრეტულად ამ ევრობიუროკრატების, ბრიუსელის ბიუროკრატების, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობაში ჩვენი პასუხისმგებლობა საერთოდ ნული. გასაგებია, კიდევ ერთ თემას უნდა შევეხოთ, ვიდრე ამოიწურება ჩვენს განკუთვნილი დრო, თვითმმართველობის არჩევნები. ბევრი მსჯელობაა ბოლო რამდენიმე თვეა ამ თემაზე, მათ შორის იმაზე, ოპოზიცია მიიღებს თუ არ მიიღებს მონაწილეობას და ქართული ოცნების მიზანზე, რომ სრულად მოიგოს ყველა მუნიციპალიტეტი და ბევრი კითხვა დაისვა ამაზე. ახლა კითხვას დავსვამ ასე, აი რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება გქონდეს თქვენთვის, როგორც პარტიისთვის, იმას თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თქვენი, ასე ვთქვათ, ძირითადი მოწინააღმდეგე პარტიები, რომლებიც არ შემოვიდნენ პარლამენტში, აი არ ჩაერთვებიან ამ საარჩევნო მარათონში, ნაწილობრივ ჩაერთვებიან თუ ყველა ერთად გადაწყვეტს მონაწილეობას. ხო, ნუ საბოლოო ინსტრუქცია როგორი იქნება ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეხლა უკვე თვითონ განაცხადა ორმა რადიკალურმა პარტიამ, რომელიც არ წმუნებდა თავიანთ ამორჩევას, რომ ჩვენ არანაირ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ გარდა რიგარეში არჩევნებისაო, გადაუხვიეს რა თქმა უნდა თავის პრინციპებს და ეხლა რაღაცა სხვადასხვა მიზეზით უკაცრავად დააправებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია. არის კიდე იქ ორი რადიკალური პარტია, რომელიც დღეს იგივე პოზიციაზე დგას, რაზეც იდგა თვეების წინ, თუმცა ინსტრუქცია როგორიც იქნება, ისე იმოქმედებენ. ხა რაღაცა განცხადება რაც გაკეთა ევროპარლამენტიდან
ეს ერთგვარი, ასე ვთქვათ, მათთვის კიდევ ერთხელ უკაცრავად და გაправების საშუალება არის თავიანთ ამორჩეველთან, რომ საბოლოო ჯამში რომ ხო, მაგრამ ესეც სხვადასხვანაირად წაიკითხეს, ხო, ნახეთ, თქვენ, ესეც სხვადასხვანაირად წაიკითხეს ეს წინადადება სიმრელიში. კი ბატონო, თუმცა შევაჯამებდი ზოგადად მათ მონაწილეობა არ მონაწილეობას. ხო, მიიღებენ მონაწილეობას, მიიღონ მონაწილეობა, არავინ არ უშლის. არ მიიღებენ მონაწილეობას, მაგით არაფერი არ დააკლდება საქართველოს და დემოკრატიული პროცესების ჩვენთან განვითარება. ჩვენ ნებისმიერი კონფიგურაციისთვის მზად ვართ. შეიძლება დავალება მიიღონ, რომ საერთოდ 4 პარტიად დაიშალონ. შეიძლება დავალება მიიღონ, რომ ერთად გაერთიანდნენ, მაგალითად პაატა ბურჭულაძეს გარშემო, როგორც წინაზე თქვათ გაერთიანეს ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო. ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ უკვე საშტაბო მუშაობა დაწყებული გვაქვს და ჩვენ 64 მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი ანგარიშით გავიმარჯვებთ. ერთადერთი ძალიან კარგი იქნება თუ ყველა მიიღეს მონაწილეობას, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება მოხდება და მთლიანად შერწყობიან თავიანთი ამორჩევლის წინაშე, ვინაიდან მათ წარმატებას მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას საპარლამენტო არჩევნებში, ვინაიდან 61 მანდატი სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის, შეგვიძლია პატარა წარმატება დავარქვათ, მაგრამ მას მერე რაც მათ ჩაიდინეს, მოატყუეს თავიანთი ამორჩეველი, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, ხო? ვერანაირი მტკიცებულება ვერ დადეს და ყველამ წაიკითხოს ეუთო ოდირის საბოლოო ანგარიში. მთლიანად დღის წესრიგი აგებულია და ყოველდღე მაგაზე ღიად საუბრობენ, რომ მათი მთავარი ამოცანა არის ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა. შეურაცხყოფა მიაყენეს თავიანთ ამორჩეველს და საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღეს. ამასობაში ბატონმა ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი და ძალიან ბევრი რაღაცა დადასტურდა ის რაზეც ქართული ოცნება ბოლოს 3-4 წლის განმავლობაში საუბრობდა. შესაბამისად ამ ყველაფრიდან გამომდინარე მათი რეიტინგი რა თქმა უნდა არის მკვეთრად შემცირებული და მოხარულები ვიქნებით თუ მიიღებენ მონაწილეობას და თუ ასე ვთქვათ აჩვენებენ ჩვენს მოქალაქეებს რა არის მათი რეიტინგი რეალურად დღეს ჩვენ ძალიან დიდი ანგარიში დავამარცხებთ როგორც მერის არჩევნებში ისე საკრებულოების არჩევნებში. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირდაპირ ეთერში გვერდთვებოდა ლევან მაჭავარიანი, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე. ამერიკის ელჩის პენსიაზე გასვლა და ვადაზე ადრე საქართველოში დასრულებული დიპლომატიური კარიერა უკვე მეორე დღეა აქტიური განხილვის თემა. რა არის ამ გადაწყვეტილების მიზეზები, როგორ შეიძლება ამან იქონიოს გავლენა იმ გადატვირთვის სასურველ მოლოდინზე, რომელიც არსებობს საქართველოში. ამ თემებზე ვისაუბრებთ ახლა ჩვენს შემდეგ სტუმართან. ანალიტიკოსი ხალხის ძალის წევრი დავით ქართველიშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონ დავით. მადლობა ჩართვისათვის. ვხედავთ რომ ვიდრე საქართველოში შიდა პოლიტიკური პროცესი არჩევნებიდან არჩევნებამდე რეჟიმში აღწევს თქვა პოლარიზაციის ახალ მასშტაბებს, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია სწორედ ელჩის გადაწყვეტილებამ მისიის ვადაზე ადრე ამოწურვის შესახებ და თან მიზანი რაც იყო ეს იყო პენსიაზე გასვლა. აი ამ ნაბიჯმა პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში კითხვა მეტი გააჩინა ვიდრე პასუხი. თქვენ როგორ ხედავთ, თქვენი შეფასებით რა დასკვნების გამოტანის საფუძველს იძლევა ეს ნაბიჯი და ის გარემოებები რაც წინ უძღოდა აი ამ განცხადების გამოქვეყნებას? მოგესალმებით ნათია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ის რომ რობინ დანიგანი გაყვებოდა თავისი წინამორბედის კელი დეგნანის გზას, მე გულისხმობ წარუმატებელი დიპლომატიური კარიერა საქართველოში. განსაკუთრებით ნათელი იყო ჩემთვის, როდესაც 26 მაისის დიდ საზეიმო ღონისძიებებში თავის დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად არ მიიღო მონაწილეობა. მისი პირველი ორი მცდელობა შეხვედრა ოფიციალურ პირებთან, პირველი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი მაკაბოჭოვიშვილი და შემდგომ იყო ვიცე-პრემიერი ბატონი ლევან დავითაშვილი ამერიკაში ჩვენი დელეგაციის გამგზავრებამდე. ეს იყო როგორც ვატყობ იძულებითი ნაბიჯი მისი მხრიდან, მას უბრალოდ უბრძანეს ამის გაკეთება. მაგრამ ის რომ 26 მაისს მან სრული იგნორით უპასუხა ჩვენს ყველაზე დიდ ზეიმს, სახელმწიფო ზეიმს, როდესაც მე-11 დღეა დღეს და მაინც ვერ გაბედეს და საელჩოს ოფიციალურ საიტზე ვერ გამოაქვეყნეს ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მილოცვა თავის კოლეგას მიხეილ ყაველაშვილს 26 მაისთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მოასწავებდა იმას, რომ ის ამ დღეებში აი ამ ბარგის ჩალაგებით იყო დაკავებული და ასევე მიემგზავრება საქართველოსთან, როგორც მისი იდეოლოგიურად კოლეგა უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ქალბატონი ბრინკი. ზოგადად ამაზე არაერთხელ ვილაპარაკია ჩვენ, რომ 4 წლის განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში პოსტსაბჭოურ სივრცეში
აი ამ კოლეგიალურობას სხვადასხვა ქვეყნებში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ელჩების ამას უწევდა კოორდინაციას სწორედ უკრაინაში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. როგორც ჩანს, ეს ცენტრი გადაინაცვლა, ამ ცენტრმა გადაინაცვლა მას შემდეგ, რაც მოსკოვში, რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად დაინიშნა ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილი რიჩარდ ნორლანდი, რომელმაც როგორც ჩანს, შეიძლება არ დააკომპლექტოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისთვის სამუშაოდ უფრო კომფორტული გარემო სურს პოსტსაბჭოურ სივრცეში შექმნას და ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით ვის გამოაგზავნიან ჩვენთან, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველი უკანასკნელი უბრალოდ ორი მცდელობა იყო წარუმატებელი. წარუმატებელი იყო და გააღვივა დასავლეთის მიმართ ის სკეპტიციზმი, რომელიც სუფევდა სააკაშვილის რეჟიმის დროს და რომელიც სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ნელ-ნელა ხდებოდა რეაბილიტირება და რეანიმირება იმ დახარვეზებული ურთიერთობებისა საქართველოსა და დასავლეთს შორის. ხო, აი ახლა, როდესაც საქართველოსაც ყავს, როგორც ვიცით, დადასტურებული ინფორმაცია, ელჩის კანდიდატურა გაგზავნილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ დრომდეელოდება დასტურს. ახლა, როდესაც საქართველოში მოქმედი ამერიკის ელჩიც გადის პენსიაზე, გადატვირთვის პერსპექტივის კონტურები აი ამ მოცემულობაში რომ შევაფასოთ, როგორ გესახებათ? მე მგონი გადატვირთვა გარდაუვალია, ჩემთვის ისიც ძალიან საინტერესო, ეს ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ლოგიკურად ქალბატონ დანიგანს ალბათ პენსიაზე თუ არა, ყოველ შემთხვევაში სხვა სამსახურში გადასვლა მოუწევს მის მოადგილეს ალან პერსელს. ეს არის ძალიან საინტერესო პიროვნება. ეს არის ჯორჯ კენტის კადრი, იმ ჯორჯ კენტის, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო 2014 წლის კიევის მაიდანისა. ეს არის ადამიანი, რომელიც აყალიბებდა უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სტაფს. ეს არის ადამიანი, რომელმაც შექმნა უკრაინისთვის ისეთი ორგანიზაცია, როგორც არის მაგალითად ანტიკორუფციული ბიურო და ასე შემდეგ. ალან პერსელი იყო მარჯვენა ხელი ჯორჯ კენტის და მონაწილეობას ღებულობდა წლების განმავლობაში სწორედ რომ ფერადი რევოლუციების სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობაში არაერთ ლათინო-ამერიკულ ქვეყანაში და ფაშინიანის ასე ვთქვათ ხავერდოვან რევოლუციაში სომხეთში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. სწორედ ამისთვის იყო დესანტირებული საქართველოში თავის დროზე რობინ დანიგანთან ერთად, მაგრამ მას შემსრულებლები არ ყავდა კარგი. უпростоრედ გამოფიტული დახვდა ის ოპოზიციური სპექტრი, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური სპექტრი, რომლებმაც ჯეროვნად ვერ შეასრულა ის ამოცანები, რომლებსაც უნდა ასრულებდნენ და ჩვენ ვხედავთ ამ წარუმატებელ პროცესს, რომლის სათავეში კიდევ ერთხელ ვამბობ, ფარულად კოორდინაციას უწევდა სწორედ რობინ დანიგანის მოადგილე ალან პერსელი. დიდი იმედი გვაქვს ჩვენ, რომ ამ ადამიანსაც გაუშვებენ საქართველოსთან და აუცილებლად უნდა მოვიდეს ის ახალი შემადგენლობა საელჩოში, რომელიც სწორედ რომ დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს. ხომ ეს არის საქართველოსთან ერთობლივ ეკონომიკურ საერთაშორისო პროექტებში თანამშრომლობა, პარტნიორობა. ფაქტიურად იგივე სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი დონალდ ტრამპის მილოცვა აზერბაიჯანის პრეზიდენტისადმი ალიევისადმი, სადაც საუბარი იყო სამხრეთ კავკასიის ხალხთა კეთილდღეობაზე, რომელსაც უნდა მივაღწიოთ ერთობლივი ჩვენი ძალისხმევით და რითიც იყო დაკავებული ანკელი დეგნანი, ან რობინ დანიგანი, ან ალან პერსელი, ეს არ იყო ეს პროცესები მიმართული აც კეთილდღეობაზე, აც სტაბილურობაზე და აც ეკონომიკურ პროექტებზე. ეს იყო იდეოლოგიური ბრძოლა საქართველოსთან. მოდი ახლა შევეხოთ შიდა პოლიტიკურ პროცესებსაც. ახლა ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები და არა მარტო განსახილველი, გარკვეული კონფლიქტის მიზეზიც გახდა ოპოზიციურ სპექტრში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორც პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, არჩევნები ისეთ მოცემულობაში, როგორიც ახლა არის შექმნილი აი ამ მუნიციპალურ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. რა გავლენა ექნება აი ამ არჩევნების შეფასებაში, მისი შედეგების აღიარებაში იმან, ვინ, რომელი პარტია ან რამდენი პარტია რა ხარისხით და ჩართულობით მიიღებს მასში მონაწილეობას?
მე მინდა ვთქვა ესეთ მძიმე, ესეთ ფსიქურ მდგომარეობაში ეგრეთ წოდებული ოპოზიციის სპექტრი დიდი ხანი არ იმყოფებოდა საქართველოში. 2020 წელს, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია შევიდა თეთრ სახლში, მათ ჰქონდათ ფუფუნება იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო სხვადასხვა ხაფანგში შემოეყვანათ, ეს იქნებოდა შარლ მიშელის რაღაცა ანტიკონსტიტუციური შეთანხმება, ეს იქნებოდა რაღაცა ფასილიტაციის, რაღაცა მრავალ ეტაპობრივი პროცესები, ანუ აქ ჩამოდიოდნენ, აქ მხარს უჭერდნენ, აქ აგულიანებდნენ და ეუბნებოდნენ, ნუ გეშინიათ, თქვენ მარტონი არ ახართ, მიაწექით ბოლომდე, თქვენ დაგეხმარებით. დღეს ეს ფუფუნება მათ არ გააჩნიათ. აქ არანაირი შარლ მიშელი აღარ ჩამოვა და არანაირი ფასილიტატორი ვაშინგტონიდან. ისინი დარჩნენ ერთ-ერთზე იმ პრობლემებთან, რომლებიც საკუთარ თავს შეუქმნეს. მათ ჰქონდათ ალბათ იმედი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე, რომ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი გაიმარჯვებდა ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებში. და მათ ჰქონდათ დადებული ფსონი აი იმ პრინციპზე, რომელმაც ითამაშა გარკვეულწილად 2020 წელს, ითამაშა იმ კუთხით, რომ ნახევარწლამდე აი ეს გაურკვეველი პერიოდი გაუგრძელდათ, მაგრამ შემდგომ პუფებივით შევიდნენ ჩვენს პარლამენტში და მიიღეს მონაწილეობა, ну უბრალოდ არ მიიღეს, მაგრამ შევიდნენ. არანაირი მონაწილეობა საკანონმდებლო საქმიანობაში მათ არ მიუღიათ. დღეს ისინი ამ პრინციპებს ვეღარ ლახავენ და უბრალოდ მე მაინტერესებს რა ფსონი აქვს დადებული ამისთანა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ 28 წლამდე ისინი აშკარად ტრამპ გარეშე მდგომარეობაში, ანუ რჩებიან ოფსაიდში, რჩებიან ყველა პოლიტიკური პროცესის და ერთადერთი შანსს ხედავენ, ზოგიერთი ებრძვის ამ შანსის გამოჩენას, რომ საკრებულოების დონეზე მაინც შეინარჩუნონ რაღაცა თავისი პარტიული ბირთვი. იმიტომ რომ თუ ამაზეც უარი თქვეს, ის პაუზა, რომლის დროსაც ისინი აი ამ თამაშგარე მდგომარეობაში ჩვენს პოლიტიკურ ველზე რჩებიან, მათ საერთოდ გააქრობს აი ამ პოლიტიკური ველიდან და რა თქმა უნდა ადგილს დაუთმობენ ამ ველს იმ გზალებს, იმ ახალ ოპოზიციურ სპექტრს, რომელიც აუცილებლად აღმოცენდება იქ, სადაც უთანასწორო კონკურენცია ჰქონდათ შექმნილი წლების განმავლობაში. დიდი მადლობა. მადლობთ ბატონ დავით ქართველიშვილი, ხალხის ძალის წევრი ანალიტიკოსი იყო დღის ქრონიკის სტუმარი. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. მიმდინარე სიახლეებს გაეცანით იმედი ნიუზჯიზე, მე გემშვიდობებით მომავალ კვირამდე ნახვამდის.